კიდევ ერთხელ დილა მშვიდობის ამათვის ახლა შემოგვიერთდა გეტყვით რომ გრძელდება ჩვენი დილა მომღერალ მაკა ზამბახიძესთან ერთად. თანამ ყავას გავაგრძელებთ. მე აქ სიგელები დავინახე და დიპლომები და ორიოდე სიტყვით აი მათ შესახებ განსაკუთრებული ადგილი მაქვს ბავშვური ეკოლოგიკას დამსახურებული. ეს არის ღირსების ორდენი? ღირსების ორდენი, რომელიც გადმოგვცა პრეზიდენტმა. ეს რა არის? ეს უკრაინაში ქართველთა ასოციაციამ ჩაატარა კონცერტი, სადაც მივიღეთ მონაწილეობა. გადმოგვცეს ესეთი დიპლომი. მაყურებელს აუცილებლად უთხრა რომ ალბათ არ იცით მაკას ოსკარიც კი აქვს. აი, world's greatest singer. ჯერა რომ მოვიპოვე, მართლა, ძალიან ისეთი საყვარელმა ადამიანმა ჩამოგვიტანა მედარატის ეს ჰოლივუდიდან სამახსოვროდ, ჩვენმა გულშემატკივარმა და ეს ჩვენ მოვიპოვე. მაკა წაღან იურმალა ახსენე. საკმაოდ ეს საპასუხისმგებლო მისია გქონდათ და გამარჯვებაც მოიპოვეთ. რა მოგცა ამ იურმალაზე გასვლამ, გამოსვლამ? ყოველთვის გვინდოდა რომ კარგად წარდგენილიყავით მაყურებლის და ჩვენი საქართველოს გვესახელებინა. მართლა არ ქონდა ადგილს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ღირსეულად გამოსვლა. შეიძლება იქ რაღაცა მოგეხსენებათ რომ ესეთი კონკურსია, საერთაშორისო როგორი ურთიერთობები, რაღაცა შეიძლება პოლიტიკური დატვირთვაც ქონდეს ამ ყველაფერს და ამის და გამო არ გვიფიქრია რომ რაღაცა პირველი ადგილი აგვეღო. მაკა ვიცი რომ პროფესიით დირიჟორი ხარ. საიდან იცი? მე დამავიწყდა ეგ საიდან. ხანსაბაურბელიანის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული საგუნდო სადირიჟორო და თუმცა აი რატომ მომღერალი და რატომ დირიჟორია? რა ვიცი, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო სცენაზე დგომა. ბავშვობიდან დავდიოდი საბავშვო სტუდიაში, მანანა არაბიძის საბავშვო სტუდიაში, ამ პატარას, იმ პატარას ესე ერქვა. ძალიან ესეთი მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. გქონია ესეთი მომენტი, რომ სცენაზე გასულიყარ და იგი ფიქრია რომ რაღაცა მეტი ან ტექსტი არ დამავიწყდეს ან რაღაცა ნოტი ვერ ავიღოს სწორედ ან რაღაცა. ნერვიულობ ხოლმე? ყოველთვის ნერვიულობ და როცა გამოდივარ სცენიდან კულისებში ესე რომ გავშლი ხელებს და სახცახეთ სცენაზე რატო არ სახცახეთ? აქ რატო ანუ რა ვერ ვხვდები ხოლმე ეს რას ნიშნავს? თუ ვიცი რომ პატარა ბავშვებსაც ასწავლეს სიმღერას. ხო, ჩვენ გავხსენეთ საბავშვო სტუდია, გურჯორჯიას სახელობის სტუდია ესა-მესა. ყავს პატარები 3-დან 16 წლამდე, უმეტესწილად მოიცავს 3-დან 5 წლამდე, რატომღაც უფრო ბევრი ბავშვი ყავს, პატარების საყვარლები. ეხლა ვაპირებთ საახალწლო კონცერტის გაკეთებას და ვემზადებით აი აქედან თქვენთან ერთად მეც უნდა წავიდე. შენ ასწავლი? პირადად მე არ ვასწავლი, ყავს პედაგოგები, მაგრამ მე და რატი ყოველთვის რაღაც ყველა გაკვეთილზე თითქმის აქტიურად ვარ ჩაბმულები და რაზე ოცნებობ? აი ოსკარი რომ იდეში დამთილიოს. ოსკარი ჩემთან რაშუაშია? შენ გრემი გინდა? მე მინდა გრემი. იცი რაზე ვოცნებობ? იმაზე ვოცნებობ, რომ საქართველოში გქონდეს მომღერლებს ის პირობები, რომ საქართველოში ვაკეთოთ ჩვენი საქმე დაუღალავად და მაქსიმალურად. ძალიან დიდი მადლობა ეს უღრესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ყავის მაყურებელს შევახსენებ ამ ჩვენი ყავის სტუმრად დუეტ ჯორჯიას უმშვენიერეს წევრთან მაკა ზამბახიძესთან ესეთი არაჩვეულებრივი დილა გქონდათ ბავშვი სკოლაში გაუშვით რაც თავარი არ დაგაგვიანდა და ეხლა შენც უნდა გაიქცე სამსახურში ხო? მეც გამიშვით ეხლა სამსახურში ხარ? კარგად იყავით. ძალიან აბა კარგად